მეორე ვერსიით ეპისკოპოსის პერსონაჟი თვითონ შეიძლება იყოს უფრო სოციალური კონტექსტიდან რო ამოვიდეთ და ავტორიდან. ჩვენ ვიცით რომ მარკესი მემარცხენე იყო პირდავარდნილი. ნუ სამხრეთ ამერიკელი ავტორებისგან გასაკვირი არ არის. მაგრამ ხო, ნუ კასტროსთან, ფიდელ კასტროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მემარცხენე იყო და მემარცხენეებს განსაკუთრებით მემარცხენეებს რაღაცა რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკა ახასიათებთ, ხო? შესაბამისად, ის რომ ეპისკოპოსი არ მოდის და ფეხს არ დგამს, პლუს ამას ის რომ ის იქ მამალი ფიგურირებს, მამლის ბიბილოები რო სჭირდება, იმიტომ რომ მაგის სუპი უყვარს, მამალს გავყავართ პირდაპირ ქრისტეს გაყიდვაზე რა და აქ ლაზარე მაღლაკელიძეს, რომელიც მოხსენიებულია აქ რატიანს, უწერია. მამლებმა გასცეს ეპისკოპოსის მიერ ღმერთის გზის უარყოფა. ანუ ის რომ მამლის ბიბილოების ჭამა მოწონს, ეგ ნიშნავს რომ პეტრესავით ყიდის ქრისტეს. და მანდ არის თითქოს რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკაო. ანუ მოკლედ ორი ხაზი არის, ერთი სოციალური, ერთი ეგ, რომ ეს ეპისკოპოსი მამაღმერთია ფეხს არ დგამს, სადაც უფრო კაი პერსონაჟი გამოდის, აქეთ უფრო კრიტიკა.